გათოვდა და თბილის ეხურა თალხი. დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი, საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი, ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი. კოლაუნადირაძის ეს ლექსი 104 წლის წინანდელ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. წითელმა არმიამ თბილისი აიღო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება დაამხო. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანამ 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელის მისადგომები იყო. ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, გამოწვევები იგივე გვაქვს, ისევ რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო და 104 წლის წინ ამ დროს ძალიან ცუდი ამბები ხდებოდა საქართველოში, მის დედაქალაქშიც და ზუსტად გამოხატა, გადმოსცა ის ემოცია კოლაუნადირაძემ, რომ თალხი ეხურა თბილისს, იმიტომ რომ ის სიბნელე, ის ძალადობა, ის ბოროტება, რასაც რუსეთის იმპერია ქვია და რუსული ოკუპაცია ქვია, უკვე დამდგარი რეალობა იყო ქართული სახელმწიფოსთვის და მთელი 70 წლის განმავლობაში შეფერხდა ქართული საზოგადოების თვითმყოფადი განვითარება და რომ არა ეს ოკუპაცია, ქართული საზოგადოება მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდა ჩვენი სახელმწიფო მათ შორის. დღეს პარალელები ის არის, რომ როგორც აღნიშნე, ისევ რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგას საქართველო, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის იქით დგას საოკუპაციო ჯარები და განსხვავება ის არის, რომ საერთაშორისო ვითარებაა ცოტა განსხვავებული საჩვენო. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 2010 წლიდან 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.